გამარჯობა, მე ლელა მასწავლებელი ვარ. ახლა დავბრუნდი სკოლიდან, 4 გაკვეთილი ჩავატარე და ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა, რომ ვიდეო ჩამეწერა ამ სიმყუდროვეში, რომელიც წვიმამ შექმნა სკვერში, უზარმაზარ სკვერში. როგორც წესი, აქ ძალიან ბევრი ბავშვია ხოლმე, მაგრამ ახლა არავინ არ არის. სახლშიც ბევრი ბავშვია. საშუალება მაქვს ხოლმე, რომ სახლში ასლამდე გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. საერთოდ ძალიან მიყვარს სკოლიდან დაბრუნებისას ის საკუთარ თავზე დაკვირვება, რადგან ეს არის დრო, როცა ძალიან ბევრი ემოცია და ენერგია გაქვს გაცემული, ასევე მიღებული და ამ ენერგიების გაცვლა, გამოცვლა ადამიანის სხეული გადაჰყავს სრულიად სხვა ტალღაზე. სხეულებრივ დონეს გულისხმობ და ამის ცოდნა მასწავლებლებს გვჭირდება, ვიღლებით ძალიან და შემდეგ უკვე ისევ დღის სხვა რუტინა უნდა განვაგრძოთ, ვისთვისაც ენერგია აღარ გვაქვს ხოლმე, ამიტომ აი ეს პერიოდი, გარდამავალი პერიოდი, დასვენების პერიოდი ძალიან საჭიროა. ეს არის დრო, როცა მე მინავდება და გულისხმობ იმას, რომ ძალიან კარგია საკუთარ თავთან განმარტოება ამ დროს, ან ჩამოწერო, თქვა და დღის განმავლობაში 5 მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდა. ან დაფიქრება უბრალოდ, ღიურის დაწერა, არ ვიცი თუ გექნებათ სურვილი და ამის თავი, მე ამ ვიდეოებით ვიხალისებ ჩემს მასწავლებლურ ცხოვრებას და ვფიქრობ, რომ ასე შემოვინახავ იმ ამბებს, რომლებიც როგორც წესი გვავიწყდება ხოლმე. ახლა მინდა გაგიზიაროთ ერთი ძალიან საინტერესო აქტივობა, წერითი აქტივობა, რომელიც შევთავაზე პარასკევს ჩემს მერვე კლასელებს. სწორედ აი ამ ფანჩატურში ვიჯექი და ვწერდი, სანამ გაკვეთილი დამეწყებოდა 15 წუთით ადრე ჩამოვედი, მზიანი დღე იყო, ქარი ქრო და ნიავი უბრალოდ. და აი აქ ინსტრუქცია ჩამოვწერე, მე ამ ინსტრუქციის მიხედვით დავწერე თავად და ეს გაკვეთილი დავუთმეთ წაკითხვას, გაცნობას, გაკვეთილის რაღაც ნაწილი. და დღეს და გუშინ მიკითხავდნენ დავალებებს. არაჩვეულებრივი, ორ კვირაში ერთხელ ისე მოხდა, რომ გვაქვს დრო ამ წერითი დავალების ინსტრუქციის ჩაწერის და მე დავალებების წაკითხვის, ერთმანეთისთვის წაკითხვის აუდიტორის წინაშე და მართლაც აი ძალიან საინტერესო დავალებები დაწერეს, დღის ჩანაწერები ბავშვებმა. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ რამდენიმეს არ ჰქონდა დაწერილი და დღეს ერთ-ერთი ბიჭი ახალი გადმოსულია ამ სკოლაში, ამ კლასში. და ძალიან ჯერ ვერ გძნობს თავს ისეთ ამამად, როგორც სხვები. და როცა სხვები კითხე, არ ჰქონდა დაწერილი და გაკვეთილის ბოლოს რომ შევხედე, მუხლებზე ეტო რვეული და წერდა. ერთი სული მაქვს, ვერ მოვასწარი წაკითხვა, მაგრამ ერთი სული მაქვს ხვალ, როდის წაგვიკითხავს მამაღლა და რა დაწერა იმის გაცნობა. კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა, ჩემს რომელსაც წაგიკითხავთ ამ დღის ჩანაწერში, წერ რომ ახლა ვზივარ ეზოში სკვერში და ვწერ და გუშინ ერთმა ბიჭმა რომ წაგვიკითხა, სწორედ ასე მოქცეულა ჩამოსვლა ამ ეზოში და წერდა, აქ დაუწერია დავალება. ძალიან კარგი იყო, როცა დავალების გამო ბავშვმა შეიცვალა გარემო. ახლა კი ინსტრუქციას გაგაცნობთ. დღის ჩანაწერი შეიძლება და დღიურს გავს, შეიძლება გავაცნოთ, ვთხოვოთ ბავშვებს რომ დაწერონ დღიური ჩემი ერთი დღე, მაგრამ როგორც წინა აქტივობების დროს აღნიშნავ ხოლმე, ახლაც ვიტყვი რომ მშრალი გამოდის ასეთი ჩანაწერი, ამიტომ ყოველთვის სჭირდებათ ბავშვებს მითითება, მინიშნება და ბიძგი, რის შესახებ შეიძლება დაწერონ. პირადი მაგალითი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, როცა შენ თავად უკითხავ და შენ ხედავენ, რომ შენ წერ, მე როცა იციან, რომ ეს უნდა წაიკითხონ ხმამაღლა კლასის წინაშე, ძალიან სიამოვნებთ ამის წაკითხვა. არ არის ეს სავალდებულო, იშვიათად ყოფილა, რომ სურვილი არ ქონიათ წაკითხვის, მაგრამ როგორც წესი, ასეთ დროს რცხვენიათ ხოლმე, ან საკუთარი ნაწერის არ სჯერათ.
დღეს გქონდა ასეთი შემთხვევა და როცა წაიკითხა, აი მართლა გაბედეს და წაიკითხეს, მართლა აღფრთოვანებულები დავრჩით ყველა, იმდენად საინტერესო იყო. მაგალითად, ერთი წინადადება მახსენდება ბებია და ბაბუა. აი ესეთი წინადადებაა, რომ მე რო კლასის ბიჭს რომ გაახსენდება თავის დღის ჩანაწერში ბებია და ბაბუა, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. კიდევ იყო ძალიან ბევრი ლამაზი წინადადება და ხომ, ესე იგი, კლასის წინაშე წაკითხვა, შეცდომებზე ალბათ გაინტერესებთ, როგორ ვამახვილებთ ყურადღებას. შეცდომებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, დავთხოვ, რომ წერისას საერთოდ არ ვიფიქრონ სასვენ ნიშნებზე. იმიტომ რომ ვაიოლეტ ოკლანდერი ასეთი ფსიქოლოგიის წიგნი წავიკითხე, ძალიან საინტერესო 30 წლიანი გამოცდილება აქვს ამ ქალბატონს და ის წერს, რომ სასვენი ნიშნების სწავლა, პუნქტუაცია და გრამატიკა სიღრმისეულად მე-10 კლასიდან არის რეკომენდირებული რომ ისწავლებოდეს. ეს ცხადია არ უგულებელყოფს რომ არ იცოდნენ ბავშვებმა, მაგრამ ეს სწორედ კითხვითა და წერით სწავლობენ გრამატიკასაც, სასვენ ნიშნებსაც. უბრალოდ წერის დროს ამას არ უნდა მიაქციონ და აი პირველად რომ მოგიყევით ამ ბიჭმა რომ წაგვიკითხა კლასში, რომ გადავხედე მის ნაწერს, სასვენ ნიშნები არ ეწერა საერთოდ. და ვთხოვე რომ მე მქონდა კალამი იმ დღეს მხოლოდ წითელი კალამი და დამიტოვა მერხზე მაგიდაზე და მე რომ დავფიქრდი წარმოვიდგინა ეს ჩემი წითელი კალმით და ჩაწერილი მძიმეები და წერტილები რომ გადაშლი და განა რას მიიღებდა ამით ხომ როგორ მიხვდებოდა რატომ დავსვი რა მისი თქმა მსურდა და თან შეიძლება იფიქრა რომ აი წამოსულიყო ესეთი მინიშნებები რომ მე ვერ ვწერ კარგად. ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე. მართლა ვერ გავბედე რომ ეს წითელი კალმით ამეჭრელებინა ამ ბავშვის რეული. და შესვენებაზე მოვიყვანე მე მასწავლებლებს მაგიდასთან და თხოვე რომ ხმამაღლა წაეკითხა. რამდენიმე მივუთითე თავად სად უნდა დაესვა წერტილი მძიმე ავუხსენი რომ კავშირი იყო რატომ არის საჭირო ამ გამოყენება თქვა წერტილის ან მძიმის და მე უკვე თვითონ ხვდებოდა სად უნდა დაესვა. ბოლომდე ვერ წავიკითხეთ, ზარი დაირეკა და დღეს არ იყო სკოლაში. აუცილებლად მიუბრუნდებით მის ამ ნაწერს. აი ეს რაც შეეხება შესწორებებს. ახლა ინსტრუქციას წაგიკითხავთ. დაწერე დღის ჩანაწერი, შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით. ახლა ვარ, მესმის, ვხედავ, მენატრებავ, ვფიქრობ, ვგრძნობ, მახსენდება, ვეფხისტყაოსანი, ვოცნებობ, ერთი შეკითხვა. აი ასეთი არის ჩემი დღის ჩანაწერის ქარგა და სწორედ ამის მიხედვით მე ასეთი რამ დავწერე. ახლა ვზივარ სკვერში, ჩემს ულამაზეს ეზოში, როგორც წესი აქაურობა ბავშვებით არის სავსე. ახლა მარტო მე ვარ, მთელი უბანი სკოლაშია. მალე ისევ ბავშვებით აივსება აქაურობა. მესმის მუსიკის ხმა, ყურსასმენები მიკეთია. მუსიკა წერაში მეხმარება, ამაღლებულ განწყობას მიქმნის. მენატრება შარშანდელი აპრილის ის დღეები, როცა ნერსეს ვასეირნებდი. მოვიდგამდი მის ეტლს ფანჩატურთან და მე თქვენს რვეულებს ვკითხულობდი, რა მალე გარბის დრო. ხედავ ფურცელზე დაფენილ ჩემი ხელის ჩრდილს, რომელიც მოძრაობს. მაგიდაზე კი ირეკლება ქარი. თმას რომ იფრიალებს, მოშრიალე ხევს, ფოთლები უკვე მოძლიერდნენ. ჩემი საყვარელი ცაცხვის ხეც შეიფოთლა, მალე აყვავდება. ვფიქრობ, მალე სკოლაში ვარ წასასვლელი. 10 წუთში გაკვეთილი იწყება. რაბედნიერი ვარ სკოლა სახლთან ახლოს რომ აქვს. ნეტავ როგორ ჩანაწერებს დაწერთ. ფანქრის წვერი საღებავიანია და წერა მიჭირს. დღეს კიდევ რამელის. ნერსემ ხომ არ გაიღვიძა ნეტავ. გრძნობ მადლიერებას, ამამზიანი დღის, ნიავის, ჩემი პროფესიის, ოჯახის, სიცოცხლის გამო. მახსენდება პირველ გაკვეთილზე თქვენმა პარალელურმა კლასელმა ვეფხისტყაოსნის ტრიქონები რომ შეარჩიეს და ტანის ამოზე რომ გადაწერეს. იცით რა საოცარი გაკვეთილი გამოგვივიდა? ქეთომ შავ კედზე თეთრი ფლომასტრით დაწერა. შიგან ასრე გავერია ვითა ქორი გნოლის ჯოგსა. ვეფხისტყაოსანი ჩემი უსაყვარლესი წიგნია, განძი, სული საუნჯე, ძალა, თავშესაფარი, სიყვარული. შეცდომები სინანულის ტანჯვისა და მეგობრობის შესახებ ყველაზე ამაღელვებელი უგრძესი ლექსი, რაც კი ჩემს ქვეყანაში დაწერილა. ვოცნებობ ვეფხისტყაოსანს სკოლის დამთავრების შემდეგ ხშირად კითხულობდეთ, როგორ უნდა გაუძლო გულის ტკივილს, როცა ადამიანი გაუგებრობის გამო გაგინაწყენდება. ასეთი არის ჩემი ჩანაწერი.
მართლა მთელი სულითა და გულით წერდი და უზარმაზარი სიამოვნება იყო ის როგორ მიმქონდა ეს ვეული ამ ბავშვებთან მე როგორ წავუკითხე და ორი ტავტოლოგია მაქვს ორ ახლა მესმის მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი რომ გადამესწორებინა მავიწყდებოდა და ახლაც ხმამაღლა კითხვის დროს ვერ მოვახერხე ნახეთ იმის თქმა მსურს რომ შენც ეუბნები მასწავლებელი ბავშვებს დაკვირვებებს რა აღმოაჩინე რა შეიძლება ჩაასწორო თქვათ და აი ეს ამგვარი ხილული პროცესი როგორ უნდა წერონ როგორ იბადება აზრი როგორ უნდა გაუზიარო სხვებს ის რასაც ამჩნევ რაც მოგწონს რაც გადარდებს ამავე დროს აი ვეფხის ტყავსანი მაქვს ჩართული რადგან ვეფხის ტყავსანს გავდივართ და ისეთი საინტერესო შეფასებები ნაწერი ჰქონდათ ამ საფეხურის შესახებ გული გამინათდა მოკლედ ასე უფრო ხილულია ყველაფერი და ასე უფრო კარგია როცა პირადად ვაჩვენებთ იმას რასაც ვთხოვთ შეუძლიათ რომ დახატონ ილუსტრაცია არ ვიცი მახსენეთ თუ არა და მოკლედ ეს დღის ჩანაწერი შევთავაზე ახლა მე-10 კლასსაც და შემდეგ სხვა მერვე კლასსაც ვერ მოვასწარებ სხვა ჩანაწერების დაწერა მაინტერესებს რას დაწერენ ვიცი რომ წინ დიდი სიხარული მელოდება და როგორი კინძება ხოლმე ამბავი ერთმანეთის ვეულებში ნაწერებში როგორ ჩნდებიან რაზე ამახვილებენ ყურადღებას არის აი უზარმაზარი სიხარული გელოდებათ წინ ამაზე დაკვირვების პროცესი იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ჩანაწერი მოგეწონათ ეს იდეა დღის ჩანაწერი დარწმუნებული ვარ ყველა მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა ფორმით მაგრამ აი ეს ჩემეული კარგა შეგიძლიათ თქვენ შეავსოთ შეცვალოთ თქვენს კლასს მოარგოთ და თქვენს დაწეროთ და ისიამოვნოთ დიდი მადლობა